Daily Wire-მა გაათავისუფლა თავისი თანამშრომლების 50-დან 60%-მდე. ეს არის ყველაფერი. ეს არის მემარჯვენე მედიის დასასრული. ისინი საბოლოოდ განიცდიან თავიანთ დაცემას ბენ შაპიროს გამო, იმ მემარჯვენე პროისრაელური ფიგურის გამო, რომელიც ამერიკისთვის ასე საშიში იყო. და ეს მართალი იქნებოდა თუ მოусმენდით და სინამდვილეში დაიჯერებდით კენდის ოუენსის სიტყვებს. რადგან სიურპრიზი, სწორედ მან, როგორც ამბობენ, გაავრცელა ეს ამბავი და მთელ მსოფლიოს უთხრა, როგორ ეცემა კიდევ ერთხელ Daily Wire-ი. Nick Fuentes-მაც კი თქვა კენდის ოუენს, შენ მართლა დააქციე Daily Wire-ი. შენ მართლა დაწვიე სახლი, როცა წახვედი. და მეგობრებო, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამაზე, რადგან კენდის ოუენსი ამ ეტაპზე ყველამ ვიცით, რომ უბრალოდ წარმოუდგენლად დიდი მათგუარაა. მაგრამ მოდი ასევე ვისაუბროთ იმაზე, რაც Daily Wire-ში ხდება, რადგან ეს აშკარად ავადმყოფურად დიდ ინტერესს იწვევს და ვინ ჯობია ამაზე სასაუბროთ თუ არა ჯერემი ბორინგი. ვინც არიცით, ვინ არის ეს? ის ადრე Daily Wire-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ცოტა ხნის წინ წავიდა და დაიწყო ახალი შოუ, რომელიც ძალიან მომწონს. მოდი ერთი წუთით გადავხედოთ მის აზრებს ამ ამბავზე. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს დეტალურად განვიხილავთ კენდის ოუენსის სრულიად ტყუილზე აგებულ ტაქტიკებს, როგორ მანიპულირებს ის ადამიანებით. და ერთი წამით იცით რა? სანამ ჯერემი ბორინგის ვიდეოს ნახავდეთ, მოდი გადავხედოთ ამ პატარა ჩანაწერს, რომელიც მან გამოაქვეყნა. შეგახსენებ ყველას, ვინც არ იცნობთ კენდის ოუენსის საგას, გაგიმართლათ. ის ერიკა კუკს დასდევს პირდაპირ მნიშვნელობით, ბოლო რამდენიმე თვეა შეუჩერებლად მისდევს და ერიკასთვის უზარმაზარ ქაოსს ქმნის. და აი რა გაბედა ამ ქალმა, მაგრამ კიდევ ერთხელ გახსოვდეთ, ეს კენდის ოუენსის მეთოდია. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში Pushback-ი. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოპულარული გახადოთ ეს ვიდეო, რადგან ასე გაავრცელებთ ინფორმაციას უფრო მეტ ადამიანთან. უბრალოდ დააჭირეთ ჰაიპს და ძალიან მადლობელი ვიქნები. კარგი, ვნახოთ კენდის. და ცდილობს მარტო იმოქმედოს. ამავდროულად ისინი ისევ თამაშობენ იმ თამაშს, რომ მედია ჩემს წინააღმდეგ და ჩემს ოჯახზე მიაგზავნო. ასე რომ, როცა ვამბობ, რომ ეს იყო უცხოეთი შეტევა ჩემს ხოვრებაზე, სწორედ ამას გულისხმობ. და ვფიქრობ დროა, რომ ჩვენ გავაზიაროთ ეს დოკუმენტები, რათა ხალხმა თავად წაიკითხოს, რა გადაიტანა ჩემმა ოჯახმა. რადგან მგონია, რომ უნდა გავაკეთოს სერია, მაგალითად, Daily Wire-ის გადატანა. ხალხს უბრალოდ არ ესმის, როგორია ეს ყველაფერი. და ჩვენ არასდროს გვიპასუხია ბინძურად მათთვის. არასდროს გაგვიკეთებია ეს. ყველაფერი, რაც კი ოდესმე მოიფიქრეს, მხოლოდ მათი თავიანთი შეთქმულების თეორიები იყო. ჩვენ არასდროს გვიპასუხია ბინძურად და თქვენ ვერ ხვდებით ამას. ჩვენ ნამდვილი მსხვერპლები ვართ. ჩვენ ძალიან გვიჭირს. ჩვენს ოჯახს ასეთი მასიური შევიწროება გამოიარა. მაპატიეთ. როგორ ფიქრობთ, რას გადის ახლა ჩარლი კუკის ოჯახი? ან სხვა ადამიანები, ვისაც უპასუხისმგებლოდ დაადეთ ბრალი და დაასკვნეთ, თითქოს ისინი იყვნენ ჩარლი კუკის მკვლელები. როგორ ფიქრობთ, რას განიცდის ერიკა ან მისი შვილები? გინდათ რომ თანაგრძნობა გამოვხატოთ? დიახ, გინდათ რომ თანაგრძნობა გქონდეს? რას გაუკეთეთ თქვენ Daily Wire-ს? შეხედეთ, როგორ ესხმით მათ თავს. ამბობთ, რომ არასდროს გითამაშიათ ბინძურად. თქვენ წარმოუდგენლად და საზიზღრად ბინძურად მოიქეცით, მაგრამ ჩვენ ეს ვიცით. მოდით ვნახოთ, რას ამბობს ჯერემი ბორინგი ამ თემაზე. მაგრამ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ უნდა ვნახოთ კენდისის ვიდეოებიდან კიდევ ცოტა, რადგან მნიშვნელოვანია გავიგოთ ის კონტექსტი, რაც მან გაავრცელა. ზარებმა დაიწყო შემოსვლა. ელპოსტებმა დაიწყო შემოსვლა Daily Wire-ის გათავისუფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც როგორიც მითხრეს, დაიწყო ხუთშაბათს და გაგრძელდა პარასკევამდე. არის გარკვეული მინიშნება, რომ ისინი შესაძლოა დღესაც გრძელდებოდეს და ეს იყო ნამდვილი ჟლეტა, ნუ მისცემთ მათ საშუალებას სხვანაირად წარმოაჩინონ ეს. კარგი, მე ვსაუბრობ მთელ დეპარტამენტებზე, კომპანიის მაღალი რანგის პირებზე, იურისტებზე, ოპერაციულ დირექტორზე, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტზე, პრაქტიკულად მთელ მარკეტინგის დეპარტამენტზე. ხოლო წარმოების გუნდი ახლა მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლამდეადია შემცირებული. არავინ იყო უსაფრთხოდ. ბენის გუნდიც კი არ იყო უსაფრთხოდ. მარკიც უსაფრთხოდ არ იყო. კარგი, ის აქ ამბობს, რომ სრული ჟლეტაა, ყველას აცილებენ. და ისე აჩვენებს, თითქოს ეს იმიტომ ხდება, რომ Daily Wire-ის სრულიად კრახს განიცდის. ფული აღარ აქვთ, ყველაფერი ინგრევა. ამას გულისხმობს ის. და კიდევ, მგონია, რომ სწორედ მან გაავრცელა ეს ამბავი. პრობლემა ისაა, რომ ეს არამხოლოდ ფაქტობრივად არასწორია. ანუ თანამშრომლების 50-დან 60%-ს არ შეადგენს. არამედ ეს ჩვეულებრივი ამბავია მედია კომპანიებისთვის. როცა თანამშრომლებს ათავისუფლებენ, როცა მედია გარემო იცვლება, ეს არასდროს არის სასიამოვნო. ნახეთ, თქვენგან რომელიმე შეუმჩნევია ხელოვნური ინტელექტი. თქვენგან რომელიმე შეუმჩნევია ის ცვლილებები, რაც მედია გარემოში ხდება ამერიკაში, პოდკასტების, ნდობის შემცირების და ყველაფრის გადანაცვლების ფონზე. შეგიმჩნევიათ ეს ყველაფერი. საინტერესო აღინიშნოს, განსაკუთრებით როცა საქმე Daily Wire-ს ეხება. კალთ კენდისი, ტაკერი და Nick Fuentes-ი, რომლებიც მუდმივად იცვლებიან. Nick Fuentes-ი უცებ დემოკრატი გახდა. კენდისი კი ასეთი გახდა. მაგრამ Daily Wire ძალიან მტკიცედ დგას თავის რწმენებში. ისინი არ შეცვლივან.
თუ Daily Wire-ს შეხედავთ და იმას, რასაც ისინი აცხადებენ, რომ უჭერენ მხარს და რაშიც ჯერათ, ყველა ეს კომენტატორი ამ ხაზზე დარჩა. მათ რეალურად დაამტკიცეს, რომ წარმოუდგენლად სანდო საინფორმაციო წყაროა. ეხლა შეიცვალა ამერიკა. აღარ აინტერესებთ ხალხს პროისრაელური ხმების მოსმენა იმავე ფორმით. არა აუცილებელი, რომ Daily Wire-ში ყველა პროისრაელია. დიახ, აბსოლუტურად. და ეს არის ის, რასთანაც მათ უწევთ გამკლავება. ძალიანაც კი. ცვლის თუ არა ხელოვნური ინტელექტი თამაშის წესებს მარკეტინგისა და იურისტების გუნდებისთვის. დიახ, მნიშვნელოვნად ცვლის, მაგრამ აქ ამაზე არ საუბრობს. ის ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ვერ ხვდები. ყველაფერი ინგრევა Daily Wire-სთვის. სრული კატასტროფაა, მათი დასასრული აქაა. მაგრამ ეს მისი სტილია, ის იღებს ნარატივს. ის იღებს მყარ ფაქტობრივ ინფორმაციას და მას სენსაციად აქცევს, ისეთ ცვლის, რომ მის დღის წესრიგს მოარგოს. საუბარი არ არის იმაზე, რომ სამწუხაროა მისი ყოფილი მსუქანი კოლეგები, ვისთანაც ადრე მუშაობდა, კომპანიიდან გათავისუფლებული ლები არიან, იმიტომ რომ ეკონომიკა და გარემო იცვლება. ძმაო, Daily Wire-ი იშლება და გულწრფელად რომ თქვა, ამის ყურება ცოტა საზიზღარია. მათ შორის მისი გუნდის ერთ-ერთი დირექტორიც გაათავისუფლეს. ეს ძალიან კაცრი იყო. დაახლოებით 54 ადამიანი დავითვალე, ვინ სამსახური დაკარგა, ზემოდან ქვემოთ. და ეს მხოლოდ ამ ტალღაშია, რადგან როგორც ყველამ ვიცით, ეს უკვე კარგახანია გრძელდება. ეს ყველაფერი აშკარად ჩანდა. ძალიან უცნაური იყო, მედიაში ყველაზე ცუდად შენახული საიდუმლო. აი რა ხდება. თეო ვონი დაბალი ინტელექტის კონსპირაციონისტია. კი, კარგი, ვიდეოს დანარჩენ ნაწილში აღარ შევალთ, მაგრამ ეს იყო ის, რითიც მან დაიწყო. იცით, მე მინიმუმ 54 ადამიანი დავითვალე. მოდით ვნახოთ, რა სიტყვის ჯერემი ბორინგი ამ ყველაფერს. ძათხართ მეგობრებო, ტავედით. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ Daily Wire-მა, კომპანია, რომელიც 11 წლის წინ Ben Shapiro-სთან და Caleb Robinson-თან ერთად დაუარსე, რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა. სინამდვილეში გავრცელებული ამბავი ის იყო, რომ მათ თანამშრომლების 50%-ზე მეტი გაათავისუფლეს. და ეს ამბავი გავრცელა Daily Wire-ის ყოფილმა წამყვანმა, Candice Owens-მა. Candice-მა მოგვიანებით შეცვალა თავისი ინფორმაცია და თქვა, ციტირებ: "როგორც გავიგე, ეს უფრო 60% იყო." ნამდვილი ჟლეტა. Daily Wire-ის მთავარმა რედაქტორმა, Brent Shorma, ხის ბოლოს განცხადება გააკეთა და Candice-ის ინფორმაციას ეჭქვეშ დააგენა. მან თქვა, "დიახ, კომპანიაში დღეს მართლაც იყო შემცირებები. ეს ყოველთვის ძალიან რთულია." არა, ეს კომპანიის 50%-თან ახლოსაც არ იყო. ეს სიგიჟეა და ასევე სიგიჟე ამის გაჯია ამის გადამოწმების გარეშე გამოქვეყნება. ეხლა მე აღარ ვარ აქტიური წევრი Daily Wire-ში. კომპანიაში არავისთან არ მაქვს რეგულარული კომუნიკაცია ოფიციალურ დონეზე. ამის მიუხედავად, მე ჯერ კიდევ ვიცნობ ბევრ ადამიანს კომპანიაში. ბევრს მათგან პირადად მე დავიქირავე და ბევრიც სწორედ ამ შემცირებების დროს გაათავისუფლეს. ამიტომ, ზოგადად რომ თქვა, ამ ამბავში საკმაოდ კარგი წარმოდგენა მაქვს. ჩემთვის ადვილია ფაქტის გამორჩევა გამოგონებისგან. დიახ, ვიტყოდი, რომ ჯერემი ბორინგი საკმაოდ კარგად იცნობს Daily Wire-ის მუშაობის პრინციპებს. ხომ არ ფიქრობ, რომ შეიძლება კენდასზე მეტიც კი იცოდეს? ეს მაძლევს უზარმაზარ უპირატესობას ინტერნეტში იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ცდილობენ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებში გაერკვნენ. კომპანიის შიგნით და გარეთ არსებული რამდენიმე თვაროს მიხედვით, როგორც ჩანს, დაახლოებით 50-ზე ნაკლები ადამიანი გაათავისუფლეს. ვერ ვიტყვი ზუსტად ეს რა პროცენტია Daily Wire-ს საერთო თანამშრომლების რაოდენობისგან ამ ეტაპზე, მაგრამ ეს 60%-თან ახლოსაც არ აქვს. ეს არც 50%-თან ახლოს, არც 40%-თან და არც 30%-თანაც კი. როცა ცოტა მეტი ვიდრე 1 წლის წინ წავედი, დაახლოებით 275 თანამშრომელი გყავდა. დაითვალეთ ეს. თქვათ 250-ია რამდენია მეგობრებო. 50 ადამიანი. 250-დან შეგიძლიათ რომელიმემ გამოთვალოთ. 50 არ არის ამას კეთყვით. ზოგი გაათავისუფლეს ჩემი წასვლის შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ ბევრი სხვა აიყვანეს. როგორც ნებისმიერი, ვინც კონსერვატიულ მედიას ინტერნეტში ადევნებს თვალს, მარტივად აღმოაჩეს. ტალანტები Isabel Brownidან Matt Pradamde და Ben Dominichამდე. The Daily Wire ისევ იღებს ფილმებს, ავთელებს ამბებს, აწარმოებს შოუებს და აკეთებს ყველაფერს, რასაც Michael Knowles-ი აკეთებს. ყველაფერი ეს იმის სათმელად, რომ Candice-ის გაშუქება, თუ ამას საერთოდ შეიძლება გაშუქება ეწოდოს, ცრუ გაშუქება. ან მინიმუმ სტარი გაშუქება. სტარი გაშუქება შეიძლება იყოს Candice-ის ავტობიოგრაფიის სახელი. რა თქმა უნდა. არა, ამას ფსტარს არ დავარქმევდი, ეს უსამართლობაა. ეს არის განზრახ, შეცდომაში შემყვანი რეპორტაჟი. ძალიან დიდი განსხვავება. როდესაც ამბავი იმაზეა, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს შენი საყვარელი ან არასაყვარელი მედია კომპანიიდან, სრულ გაშუქება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გასულ კვირას Daily Wire-დან გაათავისუფლეს. და ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია პირად დონეზე. ბევრი მათგანი, ვინც გაათავისუფლეს, ჩემი მეგობარია. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობარია უკვე 22 წელია. მაგრამ ეს დიდი მნიშვნელობის ამბავი არ არის, როგორც ახალი ამბავი. და არც დიდი მნიშვნელობა აქვს Candice-ის მილიონობით გულშემატკივრისთვის, გარდა იმისა, რომ მათ ცრუ გამარჯვების შეგრძნება მისცეს.
ვამბობ true, რადგანაც მათ აქვთ გადაჭარბებული წარმოდგენა რიცხვებზე. და ეს გადაჭარბებული წარმოდგენა რიცხვებზე აძლევს მათ გადაჭარბებულ რწმენას, რომ Daily Wire დასრულებული. სწორია, ეს არის მთელი აზრი. ის ისე აჟღერებს, თითქოს ამბობს, ბიჭებო, ნახეთ, ჩვენ შევძელით ბოროტი მტრის დამარცხება, რაც სინამდვილეში ასე არ არის. და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან გულსადგენი და სამწუხაროა, რომ იყო თანამშრომლების გათავისუფლება, მაგრამ მან მოახერხა ამ ამბის ისე მოყოლა, რომ რეალურად არასწორად წარმოაჩინა და თავის აუდიტორიას გამარჯვების განცდა შეუქმნა. ხო, ბოლოს და ბოლოს ეს არის საუკეთესო ამბავი, რაც კი ოდესმე მინახავს, მაგრამ რეალურად კი სულ სხვა რამ ხდება. ისინი ცვლიან სტრატეგიებს და იმას თუ რას აკეთებენ კონტენტისთვის, რაც ნორმალურია. ეს ასე არის. რაც ამ ისტორიამ ნამდვილად გააკეთა, არის ის, რომ მან გამოკვეთა ცრუ გაშუქების უფრო ფართო ფენომენი, რომელიც ონლაინ სივრცეშია გავრცელებული. ხო, თქვენ ხოლმე გეუბნებიან რაღაცებს, რაც უბრალოდ სიმართლე არ არის. და სულ უფრო და უფრო რთული ხდება ონლაინში ფაქტის გამიჯნა გამოგონილისგან. სიცრუის ამოცნობა არასდროს არის უფრო მარტივი, ვიდრე მაშინ, როცა ისინი შენზეა. საზოგადოებრივი პირებისთვის, თუნდაც ისეთებისთვის, ვისაც შედარებით მცირე ცნობადობა აქვთ, როგორც მე, შენზე თხუილების გავრცელება ჩვეულებრივი ამბავია. არსებობს ერთი ნაძირალა, რომელმაც მთელი თავისი საქმე იმაზე ააწყო, რომ ჩემს შესახებ ნებისმიერ ამბავზე უპასუხოს იმით, თითქოს საშინელი პარიკი მიკეთია, მაშინ როცა სინამდვილეში ბოსლისგან შესანიშნავი თმის გადანერგვა მაქვს გაკეთებული. ძალიან გირჩევთ. მთავარი აზრი ასეთია. ონლაინში თხუილის თქმა იქნება ეს ტროლინგისთვის თუ პოლიტიკური დღისწესრიგის გასატარებლად ძალიან რეალური მოვლენა. ეხლა ადვილია თხუილების ამოცნობა, როცა განცხადებები თქვენზეა ან ვინმეზე, ვისაც პირადად იცნობთ, ან ისეთ სფეროზე, რომელშიც ექსპერტი ხართ. შეიძლება ეს თქვენს გამოგიცდიათ. იქნებ სამხედრო სამსახურში ხართ და ომის პიონს უყურებთ. მაშინვე შეგიძლიათ მიუთითოთ ყველა შეცდომას. ეს ბიჭი სწორად არიჭერს თავის თოფს. ის ოფიცერი სწორ ლენტას არ ატარებს, ან რას არ უნდა იყოს. ან იქნებ გახსნით WebGuards ან სიახლეების აპლიკაციას და წააწყვებით სტატიას ისეთ თემაზე, რომელშიც კარგად ერკვევით. ან ამბავს, რომელზეც უშუალო ცოდნა გაქვთ. ან ინფორმაციას იმ ადამიანზე, რომელსაც პირადად იცნობთ. შეცდომები და არასწორი ინფორმაცია მაშინვე თვალში გეცემათ. თითქოს თვალებიდან ბინდი მოგეხსნათ. და ერთი წამით აცნობიერებთ, რომ ის, რასაც სიახლეებში კითხულობთ, ან სულ მცირე, ინტერნეტში უმეტესად უბრალოდ სისულელია. მაგრამ თუ თქვენ უმეტესობის მსგავსად ხართ, როგორც კი ახალ ამბავს კითხულობთ, ისევ დროებით გვერდზედებთ ეჭვებს. საკითხი, რომელზეც არაფერი იცით. და სწორედ ამაზეა დამოკიდებული კენდისი. ის ეთრοτნობა იმ ფაქტს, რომ ფიქრობს, თქვენ არაფერი იცით, რაც ხდება. ამიტომ ყველაფერი, რასაც გიჩვენებენ, გადამეტებულია. საინტერესო ირონია ამ ყველაფერში ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ეძებს სიმართლეზე ორიენტირებულ საინფორმაციო წყაროებს. მათ უბრალოდ სურთ ენდონ ვინმეს. ვფიქრობ, ეს დიდწილად ისაა, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ. ეს უბრალოდ ავთენტურია და გულწრფელი და ხალხს ეს უნდა, მაგრამ კენდისი თავს ვერ იკავებს. და ასე რომ, რაც ხდება, გულწრფელად რო ვთქვა, დიდი ნაწილი იმისა, თუ როგორ მოხდი ამ სფეროში, ისაა, რომ წარსულში ბევრ ასეთ პერსონასთან მიმუშავია. და ასე რომ ძალიან სწრაფად როცა სიახლეებს უყურებ, შემიძლია დავინახო, რა არის თხუილი, რა არის სიცრუე, რა ხდება სინამდვილეში კულისებს მიღმა. მაგრამ ადამიანების უმეტესობას არ აქვს ის უნისუნარი, რომ ამოიცნოს, როცა რაღაც რიგზე არ არის. როცა ვხედავ ამბავს, თითქოს Daily Wire-მა თავისი პერსონალის 50% გაათავისუფლა და იშლება, ვიცი რომ ეს სიმართლე არ არის, რადგან მაქვს გაგება, როგორ მუშაობს მედიის გარემო. მე მაქვს გაგება იმ ცვლილებებისა და განვითარებების, რაც ხდება. და ასევე ვიცი, როგორ მუშაობს თავად Daily Wire. ეს ძალიან აკლია ხალხს და ისინი ამას ვერ ხვდებიან. როდესაც უფრო და უფრო რთულ ონლაინ რეალობაში გადადიხართ, ადამიანებისთვის აუცილებელია ქონდეთ ექსპერტიზა. იცოდნენ რას იყენებენ, შეძლონ თხუილების ამოცნობა და შეამჩნიონ არათანმიმდევრულობა. ეს ყველაფერი სულ უფრო მნიშვნელოვანია. საუბარი არასდროს არის იმაზე, რას ამბობს კენდისი ან ეს მათ უარა პოდკასტერები. თავარი ისაა, როგორ აკეთებენ ამას. და თუ შეძლებთ ეს უნარები გამოიმუშაოთ და თქვათ, მოიცადეთ, აი თხუილი, აი კიდევ ერთი თხუილი, აი კიდევ ერთი თხუილი, აი კიდევ ერთი თხუილი. ის ამტკიცებს, რომ ვიღაცას უპირისპირდება და ამბობს, როგორი საშინელია, რომ მის ოჯახს დოგსავენ, იმ დროს, როცა თვითონ სხვა ოჯახს დევნის. ეს манипуляციაა. ის ყველგან ამტკიცებს, თითქოს რაღაც ხდება, მაგრამ ფაქტებს არასდროს ასახელებს. მოიცადე ერთი წამით, იქნება ეს სანდო არ არის. ეს ის უნარია, რომელიც ყველას უნდა განვივითაროთ. უნარი, დავინახოთ რა კანონზომიერებებია აქ, იმ სიტყვების მიღმა, რაც რეალურად ითქვა. რადგან მაშინ თუნდაც არ იყო ექსპერტი გათავისუფლებებში, Daily Wire-ში ან იმაში, რაც რეალურად ხდება, შეგიძლია სწრაფად, ძალიან სწრაფად თქვა. იქნება ეს არ მოდის იმ წყაროდან, რომელსაც ვენდობი. მადლობა ამ საკითხზე ყურადღების მიქცევისთვის.